მეორე კურსიდან ფაქტიურად უკვე რაღაცნაირად ესე მითხრა მედიამ რომ გადაწყვეტილიო შენი ამბავი რომ მინდა რომ მარჯანიშვილში იყოთო მაშინ ოთარი ბატონი მეღვინეთი ცოცხალი იყო და აი მოდიოდა ხოლმე ჩემ სპექტაკლებზე ნახულობდა მედიას ამბავში მოდიოდა და მედია უნებოდა რომ აი ეს ბიჭიო და მე ოთარი ორჯერ დამხვდა წარმოიდგინე გურანდასთან ერთად დამხვდა და რომ გარეთ გელოდებიან ვინმე ოთარი გელოდებაო გამოვარდი ხო ხდები ხა რაც ლაბა ოთარი მეუნეთს მელოდები მე რაც ვითამაშე იმას რა ქვია გურანდა სალომეა ვითამაშე სეროდე რა გამოვიდა ოთარი კარგი იყო მართალია სიტყვა არ გითქვი ისე დადგმული იყო რა რომ სიტყვა არ იყო რა მოძრაობაში იყო გადაწყვეტილი კოტე ფურცელაძემ გააკეთა სიტყვა არ იყო მაგრამ ყველაფერი მოდის და თამაშები მაქვს მეგრული ყველაფერი მოდის კარგია წავიდე როგორი ოთარი რო გეუბნება მეგრელებზე ხო თან გულანდა ხო მეგრელი იყო ეს ხო კახელი იყო მაგარი სმესი მაგარი წვილი იყო ერთმანეთის გარეშე აბა წარმოუდგენელი და ჩემში გეუბნება რომ ვიპატამო ტალანტლივია что ვივი მეგრელციო ვაიგე ესე იგი იმიტომ ხარ ბიჭერები რომ მეგრელები ხართო გაიგე და მე ვთხარი ხალბატონო გულანდა მეთქი ქმარი კახელი რო ყავთ უნიჭოა მე ვთხარი თუ როგორ არის თქვენი საქმე ეგო მე რომ ხავარ ცოლათო იმიტომ არის ბიჭერი აი ესეთი შეიყვანა მაგას სხვათა შორის ძალიან დიდი დამსახურება ოთარის ან მის მხარდაჭერა ძალიან მაგარი მხარდაჭერა ქონდა და ერთმანეთის გარეშე ეგ წვილი ზოგადად აი მე ვერ წარმომიდგენია როგორი სიყვარული ქონათ მე ოთარი რო წავიდა ამ ქვეყნიდან და გურანდა რა დღეში იყო ნუ ძალიან ცუდად იყო ერთად თამაშობდით სპექტაკლს და ძალიან ძიმეთ იყო